მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8%-ზე დატოვების შესახებ. გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ძალიან ღრმა ანალიზს მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ასევე ეს იყო მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომლის წინაც ჩვენ პროგნოზების განახლება განვახორციელეთ და ყოველი ასეთი კომიტეტის შემდეგ და განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების შემდეგ ჩვენ ვატარებთ ვაქვეყნებთ რეპორტს და ვატარებთ შეხვედრას ექსპერტებთან, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ანალიზის შედეგები, ვისაუბროთ დაშვებებზე, დეტალურად სცენარებზე და ზოგადად ავხსნათ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლები. ძალიან მოკლედ კვლავ ვისაუბროთ რა არის მონეტარული პოლიტიკის მიზანი საქართველოში, როგორც მოგახსენებათ ეს არის დაბალი, ზომიერად დაბალი და პროგნოზირებადი ინფლაციის ტემპის არსებობა, რაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, ფაზების სტაბილურობის უზრუნველყოფას ჩვენ ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმში ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი დადგენილია 3%-ის ოდენობით. მიღებული გადაწყვეტილებები მთავარი ინსტრუმენტის შესახებ, რაც არის რეფინანსირების განაკვეთი, პოლიტიკის განაკვეთი, შემდეგ უკვე ამ განაკვეთის შესახებ ცვლილება სხვადასხვა არხებით იქნება ეს საპროცენტო გაცვლითი კურსისთვის საკრედიტო აქტივობის არხებით გადაეცემა ერთობლივ მოთხოვნას და შემდეგ უკვე ფასებს. მოგეხსენებათ, რომ დღეს არსებული გლობალურად არსებული გაურკვევლობის ფონზე, რომლის მასშტაბები ძალიან დიდია, სულ და უფრო მეტმა ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო ოპერირებას ეგრეთ წოდებული სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის ფარგლებში, რის საშუალებითაც მონეტარული პოლიტიკის გამტარებლები ცდილობენ რისკების მინიმიზაციის შედეგად, რაც შეიძლება ნაკლები და რისკების დაბალანსებით, რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური დანაკარგის შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ფასების სტაბილურობას. სწორედ ამ მიდგომით ვახორციელებთ უკვე ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას და ვიღებთ გადაწყვეტილებებს უკვე ამ წლის დასაწყისიდან და შესაბამისად სწორედ ამ ჩარჩოს ფარგლებში არის ჩვენი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში აწყობილი და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს. სცენარებზე დაფუძნებული მიდგომის არსი, რაც არის რისკების მინიმიზაციის მიდგომა, მოიაზრებს სამი სცენარის განხილვას ჩვენ შემთხვევაში. ეს არის ცენტრალური სცენარი, რომელიც ითვალისწინებს იმ ეტაპზე დღეს არსებულ მიმდინარე ინფორმაციის ფართო ანალიზს, დაშვებებს როგორც ეგზოგენური ფაქტორების, საგარეო ფაქტორების, ისე ეკონომიკის გადაცემის მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ მაღალ ინფლაციურ და დაბალ ინფლაციურ სცენარებს. მაღალ ინფლაციური სცენარი მოიაზრებს ისეთ რისკებს, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალ ინფლაციურ რისკების რეალიზაციას ნიშნავს და მთელი მონეტარული პოლიტიკის საპროგნოზო ჰორიზონტზე და შესაბამისად ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაცრ რეაგირებას. ამის საპირისპიროდ განხილულია ასევე დაბალ ინფლაციური სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში რისკები საშუალოდ უფრო ნაკლებად რისკიანია, მაღალ ინფლაციურია, დისინფლაციურია, თუ შეიძლება ასე ითქვას და ეს უკვე თავისუფლად ითვალისწინებს მონეტარული პოლიტიკის უფრო რბილ რეაგირებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის
დეტალური ანალიზი ხდება და ჩვენ სწორედ ამის მიხედვით წავყვებით დღევანდელ პრეზენტაციას და პირველ რიგში ვისაუბრებთ ეკონომიკური აქტივობის შესახებ, ეკონომიკური ზრდის შესახებ, რომელიც კვლავ ძლიერია. ხედავთ, რომ ეკონომიკური აქტივობა კვლავ მაღალია და გრძელვადიან ტრენდთან გადახრა გამოშვების გეფი პირველ კვარტალში შეადგენს 1,4%-ს. მაღალ ეკონომიკურ აქტივობას ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნა განაპირობებს. მოგეხსენებათ ამაზე ჩვენ უკვე წინა შეხვედრებზეც ვისაუბრეთ. მაღალი პოტენციალი უწყობს მშპ-ს ზრდას ხელს და ისეთი მაღალი პროდუქტიული სექტორები, როგორიც არის ინფორმაცია და ტელეკომუნიკაცია, ტრანსპორტირება, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, რაც მაღალ პროდუქტიულია, სწორედ ეს არის ეკონომიკური პოტენციალის და დღეს არსებული ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ახალ ანალიზს გთავაზობთ, ეს სექტორები, რომლებიც თავისთავად ეკონომიკის პოტენციალისთაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ასევე არის ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორები და შესაბამისად დამატებულ ღირებულებაში უფრო მაღალი წვლილი შეაქვთ. ანუ შესაბამისად ეს უკვე როგორც შემდეგ ვნახავთ, საგარეო სექტორის დინამიკაშიც აისახება. ეს უკვე გარკვეული პერიოდია, ეს ტენდენცია შეიმჩნევა ეკონომიკაში, რაც ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე მიანიშნებს. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ტემპისთვის არ გადაგვიხედავს და ეს აღნიშნული ტენდენცია მხოლოდ მოკლევადიანი პოტენციალის შეფასების ზრდაში ავსახეთ და დღეის მდგომარეობით ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდა ისევ 5%-ზე გვაქვს და შემდეგ უკვე ამ სექტორების დღევანდელი შეფასებით, ჩვენი შეფასებით ამ სექტორების მაღალი ზრდის ტემპის თანდათანობითი ნორმალიზაცია ეკონომიკის ზრდის გრძელვადიან 5%-იან მაჩვენებელთან ნელ-ნელა მოხდება. ადგილობრივი მოთხოვნის ერთ-ერთი მასტიმულირებელი, რა თქმა უნდა, კვლავ საკრედიტო აქტივობაა, რომელიც გარკვეულწილად შენელდა, თუმცა შენელება არის ერთმნიშვნელოვნად მის წონასწორულ დონემდე. დღეის მდგომარეობით, ივნისის მდგომარეობით საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი 15.6%-ია და ბოლო პერიოდში 15-დან 15.6%-მდე ფარგლებში მერყეობს. ეს გარკვეულწილად გლობალურად არსებული გაურკვევლობის ფონზე ფინანსური პირობების გამკაცრების შედეგია, რაც როგორც გლობალურად ისევე აგრეთვე საქართველოშიც სახეზეა. შესაბამისად, საკრედიტო აქტივობის ნელი მოდერაცია სწორედ ამის შედეგია და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ მიუხედავად შენელებისა, სესხების ზრდის ტემპი მის წონასწორულ დონესთან ძალიან ახლოს არის. აღსანიშნავია, რომ ეს მოდერაცია წონასწორულ დონემდე საკრედიტო აქტივობის შენელება ახასიათებს როგორც სესხებს ეროვნული ვალუტით, ისე უცხოური ვალუტით. მნიშვნელოვანია ასევე შევხედოთ საგარეო მოთხოვნას, რომელიც ამ ეტაპზე მაღალი რჩება. პირველი 6 თვის მონაცემებით ექსპორტის წლიური და 13.7% იყო, თუმცა იმ არსებული გლობალური ვითარებით და იმ მოლოდინებით, რომელიც არსებობს, მოსალოდნელია საქონლის ექსპორტის გარკვეულწილად შენელება, ანუ შეიძლება უარყოფითი ასახვა ჰპოვოს გლობალურად განვითარებულმა ტენდენციებმა ჩვენ საგარეო მოთხოვნაზე. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ტიპის საქონლის წვლილი მთლიან ზრდაში ძალიან
თუ შეიძლება ითქვას მაღალი იყო, რასაც ავტომობილების რეექსპორტი განაპირობებდა. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, რომელიც სწორედ ამ ავტომობილების რეექსპორტს გამორიცხავს, მის და 8.4% იყო. გადავიდეთ იმპორტზე, რომელზეც გარკვეულწილად ვისაუბრე დასაწყისში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში საქონლის იმპორტი გარკვეულწილად შესუსტებულია და ამას სწორედ ის ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია განაპირობებს, რომელსაც გარკვეულწილად შევეხე. კერძოდ ეკონომიკაში იმ მაღალპროდუქტიული სექტორების ზრდა, რომელიც ნაკლებად იმპორტინტენსიურია, შესაბამისად, სწორედ ამის ასახვას ვხედავთ ჩვენ. თუმცა აქ გარკვეულწილად ციკლურობაზე შეიძლება ვისაუბროთ, კონკრეტულად მანქანების იმპორტს, რომელიც შემდეგ უკვე რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი, გარკვეული სეზონურობა ახასიათებს და შესაძლოა წლის მეორე ნახევარში უკვე აღნიშნული ტენდენცია შემოტრიალდეს. ეს კი ზოგადად ბოლო პერიოდში საქონლის იმპორტი სუსტია, რაც საქონლის ბალანსის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უწყობს ხელს, რაც ასევე გაცვლით კურსზე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან მომავალ ზეწოლაზე შესაბამისად აისახება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მომსახურების ექსპორტზე. აქაც დადებითი ტენდენციებია, კერძოდ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები მეორე კვარტალში 5%-ით გაიზარდა. ასევე დადებითია დინამიკა ფოლადი გზავნილების შემთხვევაშიც. ორივე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რუსეთიდან მიღებული შემოსავლები, როგორც მოგზაურობიდან, ისე ფოლადი გზავნილების სახით არის შემცირებული. ფოლადი გზავნილების შემთხვევაში რუსეთიდან მიღებული ტრანსფერები ომამდე არსებულ მნიშვნელობამდე შემცირდა. თუმცა ამავე დროს აღსანიშნავია, რომ გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე ევროკავშირის და ასევე სხვა მიმართულებიდან მიღებული შემოსავლები, როგორც მოგზაურობიდან, ისე ფულადი გზავნილების შემთხვევაში. სწორედ აი ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, როგორც სასაქონლო ექსპორტის შემთხვევაში, ისე მომსახურების სავაჭრო ბალანსიდან მომდინარე, შესაბამისად 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თავის საშუალოვადიან 5%-იან თლიან შიდა პროდუქტთან შედარებით 5%-იან დონესთან შედარებით დაბალი, კერძოდ 4.4% იყო. ესე იგი, ძალიან როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ის პროდუქტიული სექტორები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდაში ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, ასევე დადებითია მიმდინარე ანგარიშის კუთხითაც ზრდის, მიმდინარე ანგარიშის სავალუტო შემოდინებებს, რაც რა თქმა უნდა დადებით გავლენას ახდენს როგორც ამ სტატისტიკაზე, ასევე გაცვლით კურსზეც. კერძოდ ICT სექტორი, ანუ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, რომელიც თქვათ აი ამ სტრუქტურული ცვლილებების დაწყებამდე მიმდინარე ანგარიშის სტრუქტურაში ძალიან დაბალი იყო. პირველ კვარტალში მშპ-ს 3.9%-მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია და ასევე 5%-ზეა ტრანსპორტირებიდან მიღებული შემოსავლების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, შესაბამისად მიმდინარე პოზიტიური დინამიკა, როგორც უკვე ვთქვით, გავლენას ახდენს მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე. სწორედ აქედან გამომდინარე, გლობალური ეკონომიკის მოსალოდნელ შენელებას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე მხოლოდ ზომიერი გაღრმავების მიმართულებით აქვს გავლენა და მოსალოდნელია, რომ წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით თავის
თავის წონასწორულ დონეზე იქნება, რაც 5-დან 5.5%-მდე არის ჩვენი შეფასებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციები, რაც თავის მხრივ ინფლაციაზე ზეწოლის ანალიზის დროს მნიშვნელოვანია. როგორც ხედავთ, საკმაოდ მაღალია საშუალო ხელფასის დისტემპი, თუმცა ამავე დროს გაზრდილია პროდუქტიულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთეულზე წარმოების ხარჯები, შრომის ხარჯები არის საკმაოდ დაბალ დონეზე, მისის დისტემპი ჩამორჩება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და შესაბამისად შრომის ბაზრიდან ინფლაციური წნეხიც ძალიან მცირეა. სწორედ აი ამ აღწერილი ტენდენციებიდან გამომდინარე, როგორც საგარეო, ასევე საშინაო შრომის ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის ან ფასების სტაბილურობის მიმართულებით ხელშემწყობი ფაქტორები ერთობლივად მოქმედებენ. კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა, ძლიერია ერთობლივი მოთხოვნა, ასევე ამავე დროს წარმოების პოტენციალი გაუმჯობესებულია, შესაბამისად ის ანეიტრალებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ფასებზე ზეწოლას. ასევე როგორც წინა სლაიდზე აღვნიშნეთ, შრომის პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე ერთეულ პროდუქტზე წარმოების ხარჯები შემცირებულია, ყოველ შემთხვევაში არ არის მაღალი, შესაბამისად ამ მხრიდანაც ინფლაციური ზეწოლა მცირეა. ამის პარალელურად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები, რასაც მომსახურების ფასების დინამიკა გვიჩვენებს. აღნიშნული მაჩვენებელი უკვე ბოლო 2 წელიწადია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ, ანუ 3%-იან დონეზე ქვემოთ არის, შესაბამისად ეს გვიჩვენებს, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგად არის მართული. თუმცა ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რისკების რეალიზაცია, კერძოდ სასურსათო ბაზრებზე არსებული ფასების და რომელიც უკვე გადმოეცა საქართველოში ინფლაციას და შესაბამისად ასახვაც პოვა ზრდაში, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ შემდგომი ზრდის ამაზე შემდგომ უკვე რისკების დაშვებების და რისკების სცენარების განხილვისას ვისაუბრებ, თუმცა აქვე შემიძლია ვთქვა, რომ სურსათის ფასების შემდგომი ზრდა და უკვე მეორე რაუნდის ეფექტები ამ ეტაპზე სახეზე არ არის და ცენტრალურ სცენარში არც მოვიაზრებთ. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სურსათის ფასები უკვე გადმოეცა საქართველოს ბაზარს და გამოიწვია მოქნილი ფასების ინფლაციის ზრდა, ამან თავისთავად გაზარდა ინფლაცია, ეს უკვე რეალიზებული რისკია. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოგეხსენებათ, მოხდა პურის ფასის ერთჯერადი კორექტირება, რომელმაც ასევე გავლენა მოახდინა ადგილობრივ და ხისტი ფასების ინფლაციაზე, რომელსაც ჩვენ ასევე ვიყენებთ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომად. შესაბამისად, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პურზე ერთჯერადი ფასების ზრდის ეფექტის გამორიცხვით ხისტი ფასების ინფლაციაც ასევე მიზნობრივი ინფლაციის გარშემო მერყეობს, შესაბამისად ესეც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიგვითითებს. ამის საპირისპიროდ ასევე შესაძლოა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციაც განვიხილოთ, მას ამ ეტაპზე დისინფლაციური ეფექტი აქვს, როგორც შესუსტებული გლობალური მოთხოვნის, ისე OPEC plus ქვეყნების მიერ გაზრდილი წარმოების შედეგად ნავთობის ფასებს შემცირების გარკვეული ზრდის შემდეგ კვლავ შემცირების ეფექტი აქვს და შესაბამისად ეს ადგილობრივი საწვავის ფასებზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს.
ამავე დროს როგორც ეს უკვე არაერთხელ აღინიშნა ლარის დოლართან გამყარებული პოზიციის შენარჩუნების შედეგად ეს ასევე ეხმარება იმპორტირებულ ინფლაციას და ნავთობის შემცირებულ ფასებთან ერთად დისინფლაციური ეფექტი აქვს ჩვენს ფასებზე. მინდა ფინანსური ბაზრების მოლოდინების შესახებ, ფინანსური ბაზრების კვლევების შესახებ ინფორმაცია გაგაცნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სცენარებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2025 წლისთვის ფინანსური ბაზრის მონაწილეების მიერ მოხდა ეკონომიკური ზრდის გადახედვა, კერძოდ 6.4%-დან 7.4%-მდე, რაც იმის ასახვაა, რომ წლის პირველ ნახევარში მაღალი ეკონომიკური აქტივობა იყო, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა. მეორეს მხრივ აღსანიშნავია, რომ საშუალო ინფლაცია 2025 წლის საშუალო ინფლაცია წინა კვლევასთან შედარებით 3.5%-დან 3.8%-მდე გადაიხედა, რაც შეესაბამება ჩვენს პროგნოზს. რაც შეეხება 2026 წელს, ბაზრის მოლოდინებით ეკონომიკური ზრდა 5.4%-ია, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1%. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ფინანსური ბაზრის მონაწილეების მოლოდინების შესაბამისად, ისინი საშუალოდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელობას მოელიან. ეხლა რაც შეეხება ჩვენს სცენარების დაშვებებს და იმ რისკებს, რომლის რეალიზაციის სიმძიმეს მიხედვით ხდება სწორედ ცენტრალური მაღალინფლაციური და დაბალინფლაციური სცენარების ჩამოყალიბება. დავიწყებთ რა თქმა უნდა ცენტრალური სცენარით, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას უდევს საფუძვლად. ცენტრალური სცენარის მიხედვით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს. ძირითადად ორ კომპონენტად გავაერთიანებდი დაშვებებს. ეს არის დაშვებები გლობალურად არსებული სიტუაციის განვითარების შესახებ და ასევე ადგილობრივი ვითარების შესაბამისად. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სატარიფო პოლიტიკის ამ ეტაპისთვის სატარიფო პოლიტიკის შედეგები მოსალოდნელზე სუსტი აღმოჩნდა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ წინა შეხვედრის დროს, რა იყო ჩვენი დაშვებები და სწორედ მაშინ სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები როგორც გლობალურად, ისე საქართველოს ეკონომიკაზე სწორედ ერთ-ერთ რისკად იყო იდენტიფიცირებული. ის განვითარდა დაახლოებით ცენტრალური სცენარის მიხედვით, თუმცა ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია გარკვეულწილად დააბალანსა ის მოსალოდნელზე სუსტი ეფექტი, რაც სატარიფო პოლიტიკას ჰქონდა გლობალურად, თუმცა ეს საბედნიეროდ ეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიც შედარებით მალე მინელდა, თუმცა კვლავ რისკად რჩება და ჩვენ ამ ეტაპზე ცენტრალურ სცენარში სატარიფო პოლიტიკის ეფექტებს, რომლის პირდაპირი გავლენა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში იქნება პირდაპირი გავლენა ნაკლები იქნება საქართველოზე, თუმცა ჩვენ ამას ირიბად შენელებული გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და გაზრდილი გაურკვევობის კონტექსტში განვიხილავთ და მოვიაზრებთ. როგორც ვთქვი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური ვითარება. ესეც დაშვებების ერთ-ერთი ნაწილია ჩვენ სცენარში. ეკონომიკური აქტივობა, როგორც უკვე ვისაუბრეთ, მაღალია. 25 წელს ჩვენ კვლავ მოვიაზრებთ, რომ მაღალპროდუქტიული სექტორების წვლილი ეკონომიკურ აქტივობაში კვლავ გაგრძელდება და კვლავ მაღალი იქნება მათი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.
ასევე ცენტრალური სცენარი მოიაზრებს მოკლევადიან პერიოდში სუსტი დოლარის პოლიტიკის შენარჩუნებას და ფედის მიერ ეგრეთ წოდებული higher for longer პოლიტიკის შენარჩუნებას, რაც რეალური ნეიტრალური განაკვეთის 1.2-დან 1.5%-მდე ფარგლებში ყოფნას განაპირობებს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი გაცვლითი კურსის დინამიკისთვის. ასევე ცენტრალური სცენარი მოიაზრებს დაშვებებს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, როგორც წეღან ვისაუბრეთ, ნავთობის ფასები ამ ეტაპზე დაღმასვლით ხასიათდება და პროგნოზების მიხედვით 2025 წლისთვის $69 შეადგენს. თორსტები 2026 წლისთვის $58-მდე მოიაზრებს ბაზარი ბრენტის ნავთობის ფასის ნიშნულს. სწორედ აი ამ ეს დაშვებები იქნა საფუძველი ჩვენი სცენარისთვის, ჩვენი პროგნოზისთვის, ასევე სურსათის ფასები, FAO-ს ინდექსი, რომელიც 128 ნიშნულს გულისხმობს. ზომიერ მცირე ზრდას ჩვენ პროგნოზში მოვიაზრებთ, თუმცა ამას ცენტრალური პროგნოზის შემთხვევაში არ ექნება გავლენა, მეტი გავლენა და ის არ მოახდენს უკვე მეორე რაუნდის ეფექტების პროვოცირებას საქართველოს ეკონომიკაში. ეკონომიკური ზრდა ცენტრალური სცენარის მიხედვით მაღალ დონეზე ნარჩუნდება იმ სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, რომელზეც ვისაუბრეთ და რაც არის წარმოების მაღალი პოტენციალი, ნელი ტემპით ნორმალიზება. ეს არის ჩვენი ცენტრალური დაშვების მთავარი კომპონენტი. თავის მხრივ ძლიერი საგარეო მოთხოვნაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. აქვე კიდევ ერთხელ ის პროდუქტიული სექტორები, ICT სექტორი და ტრანსპორტის სექტორი, რომელიც მაღალ პროდუქტიულ სექტორებად მოიაზრება და მაღალ ზრდას განაპირობებს, მიუთითებს ასევე წარმოების პოტენციალის შენარჩუნებაზე. ჩვენს ცენტრალურ სცენარში სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტორების ნელი ნორმალიზაცია გვაქვს მოაზრებული და უკვე 6 თვის, არა 5 თვის, არამედ 6 თვის მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე და აი ამ ტენდენციებზე რაც ვისაუბრე, ამის გათვალისწინებით ჩვენ 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის 6.7%-იან ნიშნულს გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გავზარდეთ. აღსანიშნავია, რომ ეს თანხვედრაშია, როგორც მოგახსენეთ, ბაზრის მოლოდინებთან, ბაზრის მონაწილეებსაც იგივე საშუალო ზრდა აქვთ 2025 წლისთვის მათ 6.4%-დან ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდეს. ცენტრალური სცენარის მიხედვით მაღალ პროდუქტიული, ექსპორტ ორიენტირებული სექტორები, რომლებიც ასევე გამოირჩევიან ნაკლებად იმპორტ ინტენსიურობით, ამათი ეკონომიკურ ზრდაზე ნელი ნორმალიზების შედეგად ძლიერი მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური წნეხი შერბილებულია. საგარეო მოთხოვნიდან შემოდინებების სხვა თანაბარ პირობებში დადებითად მოქმედებს ლარის გასვლით კურსზე და იმპორტირებულ ინფლაციაზე, ასევე შემცირების მიმართულებით ახდენს გავლენას. ცენტრალური სცენარის მიხედვით სავაჭრო პარტნიორებიდან იმპორტირებული ინფლაციის, ასევე წინა პერიოდში არსებული საბაზო ეფექტის და ზემოთ უკვე აღწერილი გარემოებების შედეგად 2025 წლისთვის ინფლაციის პროგნოზი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის თარგეტზე
მაღალ ნიშნულზე იქნება საშუალოდ 3.8% და შემდეგ უკვე საბოლოო ნორმალიზებას საშუალოვადიან პერიოდში მიაღწევს. Ესე იგი, როგორც უკვე აღნიშნე, წინა პროგნოზის დროს მაღალ ინფლაციური რისკის რეალიზება დაბალ ინფლაციურ რისკთან ერთად განაპირობებს სწორედ იმას, რომ ჩვენი ინფლაციის პროგნოზი არ გადაიხედა. და ისევ 3.8%-ია 2025 წელს საშუალო მაჩვენებელი. ფინანსური ბაზრების პროგნოზს მინდა შევეხო ამ კონტექსტში, მათ მიერ როგორც უკვე აღინიშნა ინფლაციის 2025 წლის ინფლაციის მოსალოდნელი მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით გადაიხედა 3.5%-დან 3.8%-მდე, ხოლო 2026 წლისთვის 3.3%-ია მათ მიხედვით ინფლაციის პროგნოზი. ცენტრალური სცენარით მონეტარული პოლიტიკის რეაგირება მიუხედავად საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის შემცირებული პროგნოზისა, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური ინფლაციური რისკებიდან გამომდინარე, ამ რისკების გათვალისწინებით და სწორედ ამაში მდგომარეობს რისკების მინიმიზაციის მიდგომა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მიმდინარე პერიოდში უცვლელად ნარჩუნდება, როგორც კი ინფლაციური რისკების მილევის ტენდენცია დაფიქსირდება, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას მის გრძელვადიან დონემდე ფრთხილი მიდგომით გააგრძელებს კვლავ, რაც კიდევ ერთხელ სრულ თანხვედრაშია ფინანსური ბაზრის მონაწილეების მოლოდინებთან. როგორც მოგახსენეთ, გადაწყვეტილების მიღება რისკ სცენარების ანალიზის საფუძველზე ხდება, ცენტრალურ სცენართან ერთად მაღალ ინფლაციური და დაბალ ინფლაციური სცენარები იქნა განხილული. მაღალ ინფლაციური სცენარები იდენტიფიცირებული რისკების უფრო მწვავედ რეალიზებას მოიაზრებს, ხოლო პირიქით დაბალ ინფლაციური სცენარები დისინფლაციური რისკების რეალიზებას მოიაზრებს. ვიტყოდი, რომ ორივე სცენარი თანაბრად რელევანტურია ამ ეტაპზე, რელევანტურია ასევე ცენტრალურ სცენართან ერთად. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია დამოკიდებული იმაზე იქნება, თუ როგორ შემდგომი რეაქცია დამოკიდებული იქნება, რომელი რისკ სცენარი განვითარდება, ან რომელი კომბინაცია განვითარდება იდენტიფიცირებული რისკებისა. მაღალ ინფლაციური სცენარი, როგორც დასაწყისში ვთქვი, მოითხოვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მაღალ ტრაექტორიას. კერძოდ, რას ეფუძნება მაღალ ინფლაციური სცენარი, ეს მთავარი რისკი კიდევ და კიდევ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის კვლავ გამწვავებას და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების მეტად ესკალაციას მოიაზრებს. აღნიშნული რისკები ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეაფერხებს გლობალურ ეკონომიკურ აქტივობას, რაც საქართველოში საგარეო შემოდინებების დინამიკაზე აისახება შემცირების თვალსაზრისით. მეორეს მხრივ ეს გააუარესებს ქვეყნის რისკიანობას, რაც გაუფასურების მაღალ წნეხს წარმოქმნის. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი რისკებიც, კერძოდ ეკონომიკის პოტენციალის ნორმალიზების ფონზე ძლიერი მოთხოვნა შენარჩუნდება. აქედან გამომდინარე, ინფლაციური წნეხი ერთობლივი მოთხოვნისგან უფრო მნიშვნელოვანი იქნება, უფრო მაღალი იქნება. ასევე მაღალ ინფლაციური სცენარი მოიაზრებს გაზრდილი სურსათის ფასებიდან მეორე რაუნდის ეფექტების, მეორე რაუნდის რისკების რეალიზაციასაც. საპირისპიროდ დაბალ ინფლაციური სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, უფრო დისინფლაციური რისკების რეალიზაციას მოიაზრებს. ეს არის პროდუქტიულობის
უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნებას, მაღალ პროდუქტიული სექტორების ეკონომიკურ ზრდაზე გავლენის უფრო დიდი ხნით შენარჩუნებას, შესაბამისად შრომის ბაზრის მხრიდანაც დისინფლაციური ეფექტების უფრო ხანგრძლივად ყოფნას. ეს ყველაფერი სურსათის ფასების სწრაფ ნორმალიზებასთან ერთად შეამცირებს ინფლაციურ ზეწოლას. სცენარი ასევე მოიაზრებს, დაბალ ინფლაციურ სცენარი ასევე მოიაზრებს გლობალური გაურკვევლობის შედარებით სწრაფ ნორმალიზებას, რაც სხვა თანაბარ პირობებში შეამცირებს როგორც გლობალურად, ისე კერძოდ რეგიონის რისკიანობას და დოლარის გლობალურად სუსტ პოზიციასთან ერთად საგარეო შემოდინებების ზრდის ფონზე გაცვლით კურსზე გამყარების დამატებითი ეფექტი ექნება. სწორედ ეს არის მთავარი რისკები, რომელიც ძიმედ რეალიზაციის შემთხვევაში მაღალ ინფლაციურ გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე და შესაბამისად მოითხოვს მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას და მკაცრ რეაგირებას და დაბალი ინფლაციური რისკების ანუ დისინფლაციური რისკების რეალიზაციის შემთხვევაში საპირისპიროდ ჩვენ გვექნება საშუალება უფრო აქტიურად მივმართოთ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. რომ შევაჯამოთ სცენარები და მათი გავლენა უკვე ინფლაციაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე და მერე უკვე ჩვენი რეაქციის ფუნქციაზე, მაღალ ინფლაციურ სცენარში ინფლაციური წნეხი ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო ძლიერი იქნება წეგან ჩამოთვლილი რისკების რეალიზაციის გამო, კერძოდ ერთის მხრივ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე წნეხი, ხოლო მეორეს მხრივ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნისა და სურსათის გაზრდილი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნების მეორე რიგის ეფექტები განაპირობებს მაღალ ინფლაციას. 2025 წელს ჯერ კიდევ საწარმოო სიმძლავრეების ჭარბი დატვირთვის ფონზე ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნებული იქნება მაღალ დონემდე, თუმცა უკვე შემდგომ პერიოდში 2026 წელს გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის გაუარესების ფონზე ეკონომიკური ზრდა შენელდება, შესაბამისად მაღალ ინფლაციურ სცენარში ეკონომიკური ზრდა 25 და 26 წელს 7.7% და 4% იქნება. როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი ინფლაცია იზრდება მაღალ ინფლაციურ სცენარში, გაზრდილი რისკ პრემიის, მზარდი სასაქონლო ფასებისა და ადგილობრივი ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის გამო, შესაბამისად მაღალ ინფლაციურ სცენარში 2025-26 წლებში საშუალო ინფლაცია 4.1%-ის ფარგლებშია. როგორც ხედავთ, მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი რეაგირებისა და მაღალი ინფლაციის შემთხვევაში ჩვენ ნაკლებად ტოლერანტულები ვართ, შესაბამისად რეაგირება მთელ ჰორიზონტზე, მონეტარული პოლიტიკის მთელ ჰორიზონტზეა, მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეკონომიკისთვის საკმაოდ ხარჯიანია. რაც შეეხება დაბალ ინფლაციურ სცენარს, მაღალ პროდუქტიული სექტორების მაღალი ზრდის ტენდენცია გრძელდება, როგორც მოგახსენეთ, გლობალური და გეოპოლიტიკური რისკების შედარებით სწრაფი ნორმალიზების შემთხვევაში დისინფლაციური წნეხი გვაქვს მაღალ პროდუქტიული სექტორების ზრდისა და გაზრდილი საგარეო შემოდინებების ფონზე ეკონომიკური ზრდა შედარებით უფრო მაღალია. 2025 წელს იგივე 7.7% და უკვე 2026 წელს 5.6%. ანუ აქ ეკონომიკის სტრუქტურაში მაღალ პროდუქტიული სექტორების ზრდა კვლავ გრძელდება ამ ჰორიზონტზე.
დაბალი სასაქონლო ფასების გაუმჯობესებული საგარეო შემოდინებების და მაღალპროდუქტიული სექტორების წულილის შესაბამისად შრომის ბაზრის დისინფლაციური ეფექტი გვაქვს და აქედან გამომდინარე ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალია. ასე იგი ყველა მიმართულებიდან ინფლაციური წნეხი მცირეა და აქედან გამომდინარე 2025 და 26 წლებში ცენტრალურ სცენართან შედარებით დაბალი ინფლაცია ფიქსირდება, კერძოდ 2025 წელს 3.6%, ხოლო 2025 წელს თარგეტზე ქვემოთ, კერძოდ 2.5% ინფლაციას მოიაზრებს დაბალ ინფლაციური სცენარი. აქედან გამომდინარე ინფლაციური წნეხი ამ სცენარით შერბილებულია და ჩვენ ცენტრალურ ბანკს, ეროვნულ ბანკს შესაბამისად შესაძლებლობა ეძლევა, რომ მონეტარული პოლიტიკა უფრო სწრაფად, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს. ეს იყო სულ ჩვენ შევაჯამეთ სამივე სცენარი და ჩვენი რეაგირება შესაბამის სცენარების განვითარების შემთხვევაში შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ რომელი მიმართულებით მოხდება და რომელი სცენარის შესაბამისი რისკების რეალიზაცია მოხდება შემდგომ პერიოდში. შემდეგი სხდომა უკვე 25 წლის 10 სექტემბერს გაიმართება და სწორედ ამ რისკების შეფასების საფუძველზე მოხდება უკვე შემდგომ ახალი გადაწყვეტილების მიღება. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და უკვე ერთი კომიტეტის გამოტოვებით შევხვდებით ერთმანეთს შემდგომი მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ.